ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. გამოძიების მიერ დანაშაულებრივი დაჯგუფების უპირობო ლიდერად მოხსენიებულ ოთარ ფარცხალაძეზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა. ივანიშვილის მთავარ პროკურორს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, რადგან ის საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება. ოლიგარქის ერთ დროს მარჯვენა ხელს ბრალი, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ედება. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ჩანიშნულ ბრიფინგზე ყოფილი გენპროკურორი ანგარებით დაკვეთილი მკვლელობის ხელმძღვანელად დასახელდა. გამოძიების ვერსიით ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძის ლიკვიდაცია სწორედ ფარცხალაძემ დაუკვეთა. ფარცხალაძის განზრახვის მოტივი კი მასსა და ჯანგველაძეს შორის არსებული დიდი ხნის დაპირისპირება გახდა, რასაც წინ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული კონფლიქტი უძღოდა. მისი მითითებითა და დავალებით ძმები დავით და გიორგი მიქაძეები თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისულეში მოსაყვანად დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ. არსებული ინფორმაციით ოთარ რომანოვ ფარცხალაძე რუსეთშია. მოხდება თუ არა რუსული პასპორტის მქონე ფარცხალაძის საქართველოში ექსტრადირება უცნობია, თუმცა მისი გადმოცემის მოთხოვნით ოფიციალური თბილისი მოსკოვს სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიმართავს. ფარცხალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ რუსულ FSB-სთან თანამშრომლობაში მხილებულ ფარცხალაძეს დანაშაული არ ჩაუდენია და ბრძოლას სამართლიან სასამართლოში აანონსებს. დღეს ბრალის დადგენილების გაცნობის შემდეგ ყოფილი გენპროკურორის უფლებადამცველმა ისიც კი მოითხოვა, რომ ფარცხალაძისადმი სასამართლო ობიექტურად განეწყოს. ჩვენ მზად ვართ, რომ სამართლიან სასამართლოში ვიბრძოლოთ ობიექტური სასამართლოს პირობებში, რომ დავამტკიცოთ ოთარის უდანაშაულობა. ძმები მიქაძეების და ოთარ ფარცხალაძის ახლო კავშირებს ბრალდებული მიქაძეების ადვოკატი ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ძმებს არანაირი შემხებლობა არ აქვთ. შესაბამისად ვერ ეცოდინებათ, რა როლი ჰქონდა უშუალოდ ფარცხალაძეს მკვლელობის დაორგანიზებაში. თვითონ არ მიუღიათ რაიმე მონაწილეობა და მათი ფიგურირების ფაქტი და რეალობაც არ არსებობს ამ საქმესთან მიმართებაში და მით უმეტეს როგორ დაადასტურებენ სხვა ნებისმიერი პირის მონაწილეობას ან ნებისმიერი პირის ფიგურანტობას, ასე რომ რა თქმა უნდა არა. და ზოგადად ძმებ მიქაძეებს რა ურთიერთობა ჰქონდათ ოთარ ფარცხალაძესთან, ანუ ახლო კავშირში იმყოფებოდნენ მასთან? კი, რამდენადაც მომისმენია ამ საკითხთან მიმართებაში, უბრალოდ კარგი ნაცნობა და ურთიერთობა ჰქონდათ. არც საერთო ბიზნეს ურთიერთობა არ ჰქონდათ, არც საერთო რაიმე ბიზნესი ან ისეთი რაღაცა კომუნიკაცია ან ურთიერთობა, რომელიც განსაკუთრებულ გადაჯაჭვულობას გამოიწვევდა. უბრალოდ იყვნენ ჩვეულებრივი ნაცნობები და კონდათ ესეთი სანაცნობო ურთიერთობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოთარ ფარცხალაძე მფარველობდა მათ? ამ დასკვნის გამოტანის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ჯანგველაძის ადვოკატი კი ადასტურებს, რომ საქმეში არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება დევს, რითიც დასტურდება, რომ კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის დამკვეთი ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო. არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ლევან ჯანგველაძის და ამ ადამიანს ჰქონდა საერთო ბიზნეს ინტერესები, მათი გზები სუდად გადაიკვეთა და მათ ჰქონდათ საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება ბოლო პერიოდის განმავლობაში. ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს საქართველოს პასპორტი მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის დაასანქცირა და რუსული სპეცსამსახურების აგენტად გამოაცხადა. 2023 წლის 14 სექტემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი და საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ფარცხალაძე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწეოდა და ქვეყანაში FSB-ს დირექტივებით მოქმედებდა. ოფიციალურ
პროკურორმა ვაშინგტონმა ფარცხალაძე რუს-ქართველ ოლიგარქად მოიხსენია, თუმცა სანქციების დაწესების მიუხედავად ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები ოლიგარქის რეჟიმს არ გაუყინავს და მეტიც შესაძლებლობა მისცეს ჯერ ფული გამოეტანა, მოგვიანებით კი საქართველოს საზღვრები დაეტოვებინა. მაშინ ქართული ოცნება ფარცხალაძეს თავგამოდებით იცავდა და შეერთებული შტატების ბრალდებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. ამ ხელმოწარულების, ამ რადიკალების პირადი მტრობა აქვთ ბატონ ფარცხალაძესთან. რატომ? ფარცხალაძე იყო ადამიანი, ვინც დაიწყო აი მწვალებლების ციხეში ჩასმა. ერთი წამი ბოდიში ფორმულას გავცემ. დიახ, ფარცხალაძე დაიწყო ეს ამბავი, ესე იგი ფარცხალაძის დასანქცირება იყო გეგმის ნაწილი, ხო? სამწუხაროდ. თქვენ რა იცით, ვინ რა დაიმსახურა? თქვენ მტკიცებულებას უნდა ითხოვდეთ სახელმწიფოებრივი თავმოყრობა რომ არსებობდეს. რა შეეხება FSB აგენტობას, ერთ საინტერესო რა არის, ხო? ანუ მტკიცებულები არ იყო წარმოდგენილი. მე ახლა მაინტერესებს რა მტკიცებულება იქნა თუ არა წარმოდგენილი. ჩვენმა სახელმწიფომ მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს სამ სხვადასხვა უწყებას სამწუხაროდ რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არის პირიქით. გელაძის უწყების დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ კი ოლიგარქის ხელქვეითების რიტორიკა მყისიერად შეიცვალა. ოცნების პარლამენტში ფარცხალაძეს მომენტალურად გაემიჯნენ და ფარცხალაძის დასჯას მიესალმნენ. ახლა მნიშვნელოვანი არის რომ ყველა პირი რომელიც ბრალდებული ამ მკვლელობაში დაკავებული იქნას ეცით რომ რამდენიმე ადამიანი იმალება სხვადასხვა ადგილას ზოგი ოთარ ფარცხალაძეს არაერთი სკანდალური საქმე უკავშირდება. წლების განმავლობაში რეჟიმის ოპონენტები ივანიშვილის მთავარ პროკურორს სხვადასხვა უკანონო ქმედებებში ამხელდნენ, თუმცა ყველა ბრალდება ხელისუფლებამ რეაგირების გარეშე დატოვა, რადგან ივანიშვილს მაშინ ფარცხალაძის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გასჩენია. მაგალითად ოთარ ფარცხალაძესთან კითხვები ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის სარდაფში მოთავსებასა და ცემაზე არსებობდა. გარკვეული მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად ოთარ ფარცხალაძეს პირადად ივანიშვილი თავგამოდებით იცავდა. ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო გაუგებარია? ბიზნესმენებთან შეხვედრა რატომ არის ესეთი აქცენტით გაკეთებული, რომ ეს თავშივე დანაშაულს შეიცავს? ლევან ყიფიანი მივიდა, მას შეაგინა და ოთარმა მას დაარტყა. რაც ის სარდაფი არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ოთარ ფარცხალაძეს ლაშა თორდიას ცემის საქმეც უკავშირდება. ინციდენტი 2017 წლის 13 მაისს ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. მაშინდელ მთავარ აუდიტორს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ და სცემეს. გავრცელდა შემთხვევის კადრებიც, რომელშიც სწორედ ფარცხალაძე ფიგურირებდა, თუმცა ის გაამართლეს. მაშინაც ოლიგარქი ივანიშვილი ასეთ დანაშაულზე თვალის დახუჭვას და ყოფილი გენპროკურორის გამართლებას ცდილობდა. ფრიზელ ფარცხალაძემ თორდიას ვთქვათ, როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც მე არ ვეთანხმებ. ოპოზიციაში დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული ქურდული სამყარო და ოცნების ხელისუფლება ერთმანეთთან შეზრდილია. შესაბამისად, კრიმინალურ სინდიკატს ივანიშვილზე ზეწოლის მოხდენის ბერკეტი აქვს. ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ოლიგარქი კრიმინალური კონიუნქტურის გადალაგების გამო გახდა იძულებული მისი გარემოცვის უახლოეს პირზე სამართლებრივი დევნა დაეწყო და არა იმიტომ, რომ ფარცხალაძემ დანაშაული ჩაიდინა. ფარცხალაძე იყო დიდი ფინანსური წყაროების მფარველი, ანუ კოლცენტრების ერთ-ერთი მთავარი. ესე ვიცოდით, სად არის ეს კოლცენტრები? თუ რეალურად მიდის ბრძოლა მართლა კრიმინალთან, კორუფციასთან, ეს კოლცენტრები სად არის? ანუ რეალურად რა გამოდის, რომ უბრალოდ საქართველოშიც კი შეიცვალა კრიმინალური კონფიგურაცია, ანუ ფარცხალაძე აღარ არის ვიღაცა სხვა, ამ ვიღაცა სხვაზე ამბობენ, რომ არის მათ შორის ივანიშვილის შვილიც, მე არ ვიცი, ვერ დავადასტურებ, მაგრამ გამიგია, რომ ისიც კი არის ჩართული, მაგრამ კონფიგურაცია შეიცვალა, დანაშაული როგორც იყო, ის ისევე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ყოფილ მთავარ პროკურორს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.